ვიღებთ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან კადრს. ეს არის ლაბორატორიის სცენა. 2, 3. არ მოხდა რომ პლეიბექი არ გქონდა. აქ ბრინჯაოში. აქ რომ მოდიხარ ასულიყავი სტუდიაში და გექნა ახალი და გაგერკვია. შო, გადაღებულია ძალიან დიდი ნახევარი. პირველად ვიმუშავე რელსზე, მაგრამ არ გამჭირვებია. არ აქტიურობ და არ ვერ მეხმარება ფიზიკურად, ანუ მესმის რომ იმასაც არ აქვს გამოცდილება, მაგრამ მოდი შენ ვიყავ და იმას ვქნა. არა, ხო არ გადავჭ. ეხლა არის ესეთი სცენარი, ვიღებთ კოსმონავტს, რომელიც ის ხوارეზე. ჯგუფში ისეთი ადამიანები შევიკრიბეთ, რომ შეთანხმებულად კარგად მუშაობ. სტოპ. გადაღებულია. პლეიბექზე შეგიძლია გამოვიდეს, ახლა ეს გადავიღეთ. ეხლა არის პლეიბექზე როგორ გავუშვა მასალა. ვიცი? ურჩიეთ. სადა საერთოდ დანარჩენი ჯგუფის წევრები? სახში სწავლობენ? აი, მას ისწავლია სახში. მარგოს ჯგუფში ამირჩია მარგომ გრაფიკოსად. დამივალა რომ უნდა ამომეჭრა მწვანე ფონიდან და ჩამოსვა კორიდორის ფონი. აქ უნდა გქონდეს ის ტუნელი. აქ უნდა ჩანდეს იატაკი. მოდი აბა ამოვჭრათ. გთხოვთ. ახლოს ნაირად ხო? აი შეამოწმე ხა ალფა ჩენელი. არ ვიცოდი და ჩემო მასწავლებელმა გიორგიმ ამიხსნა რაღაცები. შემოვიტანოთ ჩვენი სურათი. ჯობია. ბიჭივით twin-ია. სწრაფად შეუძლია რაღაცები აითვისოს. ესეთ რაღაცებს უხდება ხოლმე glow-ს დადება. რეალური ხდება ხოლმე. ფონი არის ბრტყელი. ფონს არ აქვს ის სიღრმე, ხო? ეხლა ჩვენი მიზანი რა არის? ეს ბრტყელი სურათი ხო უნდა გადავაქციოთ კედლებად, იატაკად, ჭერად. მოდი პირობითად ჩავაგდოთ ეხლა ის ჩვენი სახლი. ალბათ ავითვისოთ და გავაკეთებ, რასაც თხოვს რეჟისორი. ხო ხედავ განსხვავებას ხა ეს ბრტყელი ორი სურათი რო გაგემოძრავებინა რა იქნებოდა და 3D სივრცე რა. აი გამანდა რო ხარ ჯგუფი შეკრული, შეგიძლიათ ექსპერიმენტები ატაროთ ხოლმე, გადაიღოთ, მოიფიქროთ, დაამუშაოთ კომპიუტერში და უფრო მაგრა განვითარდებით. სატურაციით მწვანე მაქსიმალურად ერთი ფერის რო გავხადოთ, ხო რომ ადვილად ამოიჭრას მე. ის ამონათებაც რაღაცა ცოტა აქვს, ხო? ეს კარადაში რო შესვავთ, თუ თაროზე ვაფშე არ გამოჩნდა. შეგვიძლია რომ გააკეთო იგივე რაც მე გავაკეთე? პირველ რიგში რა უნდა ვქნათ? მწვანეები უნდა ამოვქაჩოთ. Saturation ნაწია. King და Keylight 1-2. აი გარი. ოჩახ. აბა ეს გაუსწორე. აი ჩაუქე ალფა ჩენელი შეხედე. აი არ არის აუცილებელი რომ ახლოს იყოს ცოტა ესეთი რა უხეშა. ჩვენი ეგარ. კიდე რამე გაინტერესებს? მე არა. ყოველთვის დაასწარი ხოლმე ის გრაფიკოსი მწვანე ფონის მომენტს. აი თვითონ შეიტანოს რაღაც წვილი რომ მე რაღაც დეტალები რაზეც მე შეიძლება პრობლემა შეიქმნას თავის გემოზე გააკეთოს ყველაფერი. რას კადროკას რო გააკეთებთ იქვე რა შეგიძლია ტოპში დახატოთ ეს ყველაფერი. აი თაროა ხო? და აგზის ტიპი. ამ შენობას საიდან აქვს ფანჯარა, სადანთია ნატურა რომ იმის მიხედვით გაანათოთ ხოლმე მწვანე ფონზე მე ეს პერსონაჟი. ისე რა როგორ ფიქრობ, კაია ახლა? და პირველი ნამუშევრისთვის საერთოდ არ იქნება ეს ცუდი, დაჟე კარგიც იქნება დარწმუნებული. გადავალობთ და იქ დავამონტაჟოთ და მე საბოლოოდ შევკრათ რა.
ანუ ეხა ავაწყობ თავიდან ბოლომდე, რომ გამოვიდეს ეს ტიხარი, ანუ ვიზუალური ვარიანტი და არა აუდიო ჯერჯერობით. თორნიკე და ირაკლი გააკეთებენ ხმას და მუსიკას და საბოლოო პროდუქტი იქნება. ჰოპ და ეგა. პირველ დაროშკასთან ჭვით და მე გადავდივართ რელსის კადრზე რა. არ ვიცოდი ეს პროგრამა, რომელიც ეხლა და ვისარგებლეთ. ხავთარა ერთი სიტყვით ეხლა ამიხსნა რაღაცები. C არის კონტროლი იმის რიტმის რომ ვეღაჭა. ანუ თვლი რომ როცა უკვე შემდეგი ესე ვთქვათ დავალება გვექნება და შემდეგი ტიხარი ანუ ნებისმიერი ამბოსამზადებელი უკვე დავიკავებ იმ სავარძელს და ვიქნები მე მონტაჟის რანგში. დაიძრა მოგუჭი. გადავიდა. იყო წანწკლა. აქ მოსორია. აუ ეხა რა ქედი? რომ მიეწებე როგორ გააკეთე? დავჭერი და რიფულდილი. თლიანობაში მასალით მაყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ რაღაცა კადრები არის, რომელიც ნაჩქარევად, დაუფიქრებლად, გარემოებების გამო შეზღუდულად გადავიღეთ, ოპერატორიდან ვერ შევეწყვეტ ის ერთმანეთს როგორც ველოდი. კინო ისეთი სფერო არის, სადაც ყველა მთელი გუნდი უნდა იყოს ერთად შეკრული და დიდი გამოცდილება არის ეგეთი რა, ცუდი გამოცდილება, ყველაზე სასარგებლო გამოცდილება არის და ამის მერე მეცდები გავითვალისწინე. ოკეი, ეհედა. ნა? მე ამარა, ანუ უნდა ამა. აი როგორ მეცდება. ეს ყველა უნდა გადავიტანო, არის საქმე? შეთქმა გავხსნა ეს კაცი. ვერ გადავა. ესე არ ვიცი რა ვერ გადავა. ნახდა და მოგიდე კარგად, აი, და წამოვიდე და აი ეს მთლიანად ვერ გადავიტანე და მე როგორც მახსოვს ის რაღაც ფილმი იყო, ხო? შენ რო გქონდა მოტანილი კასტინგზე, ხო? ხო? ამის ხო თავიდან ბოლომდე შენი აწყობილი და დამონტაჟებული. თავიდან პროექტი სწორად გახსენეთ, აი ამას მიექცე ყურადღებას. ამის აქეთ როგორ გავაკეთე? როგორ ამასაკეთ? აი ამ ის აქეთ რა უნდა გააკეთო? წავშალე. რომ იმ ფილმის მერე ეგეთ რაღაცები არ უნდა გიჩნდეს მაგრამ. ის ძალიან ბანალური იყო, ანუ ერთი ტაიმლაინი მქონდა, ეს ორი სეკვენცია არ გამიკეთებია არასდროს. ჩვეულებრივად ვჭრიდი, ვაბავდი, ну მაქსიმუმ იყო იქ ვაბნელებდი კადრს და ვანათებდი. აბა ფეიდი გაუკეთე რომელიმე კაცს. მე ქართულად. მარგოს ფილმის დამონტაჟების დროს ინას დაჭირდა დახმარება და რომ მივედი ანუ ისეთი ძალიან ელემენტარული რაღაცები მითხრა და ვერ გააკეთა, რომ ძალიან გამიკვირდა და გამიკვირდა იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი რო იყო და ან მოიტანა ფილმი დამონტაჟებული ძალიან მოგვეწონა ყველას. ანუ მაგ ფილმის მონტაჟის დროს ბევრი სხვა რაღაცები უნდა გაეკეთებინა, ეგეთი ელემენტარული რაღაცები კითხვა არ უნდა დაესო. ნუ კარგი, გადავარჩიეთ მაშინ და ეხლა მთავარია თვითონ ნინამ გითხრას რა დონეზე იცის მონტაჟი, რომ ჩვენც მაგ ეტაპიდან დავიწყოთ სწავლა. და ვერ ვშორდა. ეს ვეცდები. ძალიან ცუდი გაისვა იყო ფოკუსის თამაში. ბიჭო. გამარჯობა. ესე იგი ანუ ტიხარი ავაწყეთ, ეხლა გაჩვენებ ტიხარს და მუსიკაც ვიპოვე რაღაცა ისეთი, რაც მინდა. ჩერვაზე მეცინე. Всё? სიმოკაი. მუსიკა აკვდება, რაღაც ქვია, ძალიან მაგრააზის არა ეს მუსიკა. ანუ აი ესეთი მინდა რაღაცა, შენი ვარიანტი, რა თქმა უნდა, შენი ხელწერით და ამით რა. და საბოლოო ვარიანტი, ანუ
ამაზე უკეთესი თუ არა, კი არა და ესეთი მაინც თუ არ იქნება, სავარაუდოდ ამას დავტოვებთ რა. შენი ინტერესი არის ისევ და ისევ, რომ გამოვიდეს ამაზე უკეთესი ან ესეთი. ხა შენ შეხედე. ხელი ჩამო. ერთი სიტყვით, ერთი ზმნით უნდა მითხრა, რომელ კადრში რა ხდება. ეს პირველი კადრი, სანამ არ ჩაბნელდება, ეს არის ერთი ეპიზოდი. ეხლა ნახვა. აქ სამზადისია ჯერ. რა სამზადისი. აი იმ კადრში რა ხდებოდა, ერთი სიტყვით მითხარი ამბავი. აქ ხდება კალმის დამზადება, მაგრამ ერთი დამზადება არა. არ არსებობს კალამი, გამოგონება. ეს სიხარულია, უხარია ტიპს. რაღაც ბედნიერი. ეს ყარი კულმინაცია უკვე ამათი ამბის. რა განწყობა გიქნება? სიამაყე. კრეატივი. გონიერება არ არის? პოპულია რაღაცა, აი რაღაც პოპულია, ზუსტი სიტყვები. შეგრძნება ვეკნე. სიამაყე. არ გიქნებოდა მარტო სიამაყე. სიხარული. თუ იცი მითხარი, ორას მოწმანებამდე. რა ქვია ამ სიტყვას? არ იცი შეცხო. ფიქრო. მოგესალმებით. როგორ ახართ? იმის გამო რომ თქვენ ძალიან ცოტარი ხართ დღეს. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიწევს ცუდ განწყობაზე ყოფნა. დღეს რომელზე ვიყავით დაბარებულები ყველა? 11 საათი. ახლა რომელი საათია? 12-ს უკლეა 50 წუთია, ხო, გასული? იმ დროიდან, რა დროსაც ყველანი ერთად უნდა გამოცხადებულიყო. თქვენ ხართ ჯგუფი, ერთი ჯგუფია. ამ ეტაპზე ორად ხართ გაყოფილი თუ სამად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ამოცანა ამ გადაცემის არის ის, რომ თქვენ თქვენს პროფესიაში გაძლიერდეთ. და ძალიან გთხოვთ, ამაზე კარგად დაფიქრდით რა. ახლა მთავარი მიზეზი, რატო შევიკრიბეთ ჩვენ? თქვენ გქონდათ დავალება, წაიყავით მარგოს და გიორგის ჯგუფად და გქონდათ დავალება ცნობილი ადამიანების გამონათქვამებზე, უნდა შეგიქმნათ დიხარი. ნახოთ, ვინ როგორ გაართვა თავი. და მერე შევაფასოთ ერთმანეთის ნამუშევარი. მზად ვართ? წავიდეთ.
ცხოვრება მარტივი იქნებოდა, ჩვენ რომ არ ვართულებდეთ. კონფუცი. ვინ დაიწყებს და რა შენიშვნები ექნება? მიდი. ერთადერთი შენიშვნა, რაც შეიძლება ჩემი მხრიდან იყოს წარმატებული, არის ის, რომ რთულია. ამბავი ვიცი თვითონ, რომ რუსებმა წაიღეს ფანქარი კოსმოსში და ამერიკელებმა ერთი წელი მოანდომეს პასტის გაკეთებას, რომელიც კოსმოსში დაწერდა და უწონადობაში. ეს ამბავი ვიცი, მაგრამ ალბათ უბრალო მაყურებელი რო იყო ვერ მივხვდები. ხმას რაც შეეხება პირველი, ანუ გადასვლა რო არის იმ ფანქრის ეპიზოდის სიბნელიდან რაღაცა ერთი ნოტი შემოდის და ძალიან ყურში ხდება. მეორე არის კიდე იმისი მომენტი, რომ ამ ფანქრის იმაზე სრიალის დროს ასინქრონი არის. ბოლოში იყო ძალიან დიდი ასინქრონი, რაც არის ჩემი შეცდომა, რაც არა და ბოლოში აი ფანქრის. ხო, პირველი მინუსი ანუ ამ ფილმში არის ის, რომ ამბავი არის გაუგებარი. ანუ ამბავს ვერ მიხვდება მაყურებელი თუ არ უთხარი წინასწარ ლეგენდა იცი. იმიტომ ეხა რომ მომცე იგივე ლეგენდა გადავიღებდი 10 ჯერ უფრო კარგად. მარგო სტიხარი და თქვენი ჯგუფის სტიხარი შეფასდა. ახლა ვნახოთ გიორგი სტიხარი. წავიდეთ. წიგნი ეს არის მარტოობაში გადაგდებული მაშვილი რგოლი რომენ როლანი გიორგი სტიხარი ვნახეთ და ახლა ყველამ სათითაოდ გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ვიწყებთ მარგოსთან მარგო მოკლედ პირველი პლუსი არის რომ რაც არის ზუსტად ამ მოცნობილი ასე ვთქვათ მეორე არის ის რომ არის ძალიან შეკრული ანუ ამბავი გამოდის აქვს ძალიან კარგი განწყობა, ანუ გამოსახულებას მოაქვს ძალიან კაი განწყობა თბილი. ერთ-ერთი რაც გუშინაც უთხარი და ეხაც მინდა უთხრა და სულ ეუბნები, რომ მე არ მომეწონა ის ფაქტი, რომ არ გამოიყენა ირაკლის მუსიკა. კომპოზიტორი. მაგაზე რა თქმა უნდა ვილაპარაკო. ეგ არის ძალიან ჩემთვის დიდი ის არის შენიშვნა, მეტი არაფერი შენიშვნა არ მაქვს პირველი გიორგისთან. მარგოს ვეთანხმები, გულით მინდო და გუშინ რომ ირაკლის მუსიკით გაკეთებულიყო ეს სტიხარი, ვეღარ გადავეწყო. გასაგებია მიზეზები, მაგრამ გაუგებარია შედეგი რა. ჩვენ გვინდა ვნახოთ თქვენი შედეგის. და არა თქვენი გაპრანჭული შედეგის. ჩვენ განვიხილეთ ყველამ ერთად ერთმანეთზე თქვით კარგით, ცუდით, მაგრამ ეს პროექტი ასევე შეაფასა ამ გადაცემის ავტორებმა და კონკრეტულად თქვენზე სათითაოდ გამოთქვეს თავისი შეხედულებები, თავისი აზრი და მე აი გამომატანეს აგერ კონვერტით რას ფიქრობენ თქვენზე. დავიწყოთ ქავთარაძის ჯგუფიდან და პირველი გახსნის კომპოზიტორი ირაკლი. აგერ მე ირაკლი სადაა შენი მუსიკა? გრაფიკოსი ქეთა.
ჩვენი თანამშრომლის გიორგი ჩხაიძის პროფესიონალიზმში ჩვენ ეჭვი არ გვეყარებოდა. ახლა კი ვერინ შეს ნამუშევრებს. ოპერატორი მანუჩარი. პირველივე კადრში ჩანს ჭურჭყი, კაბელები არის ტექნიკური ნაგავიც. ხატვარ დეკორატორი თეკლა. პირველივე კადრში არის ჭურჭყი, კაბელების სახით, ასე რომ ამ დანაშაულს შენ ოპერატორი და რეჟისორი ერთნაირად ინაწილებ. ხმის რეჟისორი თორნიკე. რა ხდება? რა წერია ამისთან? არ ვარ გადამორჩა. ძალიან კარგი. მე მონტაჟი ზაზა. სად არის ზაზა? ქრონომეტრაჟი გაწელილია. კოსტიუმების ხატვარი ავთო. სად ახალთ? ხუთი პლუს. ხალხარაძე გიორგი. პირველივე კადრში არის ჭურჭყი, ჩანს კაბელები, არის ტექნიკური ნაგავი და ასევე არის ჩვეულებრივი ნაგავი. ხმა არ ვარგა. ჩვეულებრივი ნაგავი. ქრონომეტრაჟი გაწელილია. რასაც ეძახიან ნაგავს. მუსა. სრულხეთში მსახიობის ნახევარი სახე ქმნის დისკომფორტს. ის რომ კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა არ გამოიყენა, იყო რეჟისორის შეცდომა. მარგო ჯგუფი. ოპერატორი ობოლაძე. დაყირავებული კადრები, სხვადასხვა white balance-ი, ფოკუსი გასასწორებელი. მონტაჟი ინა. შენ სად დადიხარ შენ საერთოდ? გადაღებებზე. გრაფიკა კნოპკა. გრაფიკა რა უხერხულია. ხმის რეჟისორი მარიანა. ხმა არ ვარგა. ხატვარ დეკორატორი სალომე. ხატვრების შეცდომა ის რომ ლაბორატორიაში პლაკატი არ უნდა იყოს აკრული, რადგან კადრს აფუჭებს. კარგი, კომპოზიტორი ნათია. მონდომებაში ხუთიანი, შესრულებაში დამაკმაყოფილებელი. კოსტიუმების ხატვარი კრისტი. კოსტიუმები არადამაჯერებელია. და მარგო. პირველი შინაარსობრივად არის გაურკვეველი, არ ჩანს რა ხდება. მოკლედ რეჟისორთან გიჩნდება კითხვა, რატომ გაირთულე ცხოვრება, იმიტომ რომ ისე მოსაწყენია მარტივი. მოკლედ ეს იყო თქვენი პირველი ნამუშევრები, თქვენ თვითონ შეაფასეთ თქვენი ნამუშევრები, შეაფასეს გადაცემის ავტორებმა. ავტოს უდოცავთ. რას ულოცავთ ავტოს? 5 პლუს. ავტოს აუცილებლად ულოცავთ ყველა ერთად. წავიდა. თქვენთვის ახლა არის ერთი სიურპრიზი. მოკლედ რამდენიმე დღის წინ GDS-ში გაისმა ზარი. დარეკეს თავისუფალი უნივერსიტეტიდან და ითხოვეს კლიპის გადაღება. GDS-მა რა თქმა უნდა შესთავაზა მათ თქვენი თავი, როგორც შემოქმედებითი ადამიანების და კრეატიული ადამიანების თავი და თქვენ ახლა მოგიწევთ შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ნახავენ თქვენს ტიხრებს, ოღონდ არ ეცოდინებათ ესა თუ ის ტიხარი ვისი გაკეთებულია, გიორგის თუ მარგოსი და ერთ-ერთი კლიპის მოწონების შემდეგ, ერთ-ერთი ტიხის მოწონების შემდეგ თავის ბედს დაუკავშირებენ იმ ჯგუფს, ვისი ტიხარიც ყველაზე მეტად მოეწონებათ. და ეს იქნება თქვენი პირველი დაკვეთა. არა დავალება, არამედ დაკვეთა. ნახოთ როგორ გაართმევთ ამ დაკვეთას თავს. მე ახლა დაუძახებ ამ თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ხოთ. რომელი ტიხარიც მოგეწონებათ, იმ ჯგუფთან დააკავშირებთ თქვენ გეგმებს. დროებით. ჯერ გაგეცნობით, ჩვენ ვართ თავისუფალი უნივერსიტეტიდან, მესამე კურსის სტუდენტები და 30 დეკემბერს ვაწყობთ, ესე იგი, ახალი წლის წვეულებას. ეს არის ტრადიციული წვეულება და გვინდა რომ გადავიღოთ პრომო ვიდეო, რომელიც ახალისებს რაღაც ნაწილით, ესე იგი, ბილეთების გაყიდვას და გარდა ამისა გვინდა ვაჩვენოთ, რომ ის წვეულება არის იმ ხალხის ხელში, რომელიც ხარისხს აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენც ხართ ძალიან კრეატიული ბავშვები და ძალიან კრეატიულად შეგიძლიათ ამ საკითხს მიუდგეთ და ჩვენც ხარისხს ვართ ორიენტირებულები, გვინდა რომ რაღაცნაირად შევათანხმოთ ეს პროექტი რაღაცნაირად გამოგვიდეს კარგი და იმედი გვაქვს, რომ ერთად ვითანამშრომლობთ ამ პროექტზე. რაღაც იდეები გვაქვს. ერთი არის ბანანაჩო.
ანუ ამაზე არ ვიცი რთულია უგეუბნებიან და ჩვენს რა ვფიქრობთ რომ რთულია, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ გადავიღოთ. ეს არ არის ძირითადი, რაზეც უნდა შევჩერდეთ. ეს უბრალოდ ჩვენ ვარიანტი სახდება განხილული, რომ ესეთი რომ იყოს, თქვა ბილეთი რო აწყოს, სპონსორების იქ ლოგოები გაიტანოს, თავარი სპიკები რაღაცები, მაგრამ დამოკიდებულები ვართ ასევე თქვენს კრეატივზეც და გადავიღებთ იმედია ისეთ რეკლამას, როგორც GDS-ს ან თავისუფალი უნივერსიტეტის ხარისხს შეესაბამება. და კიდე ერთი, ოღონდ შეზღუდულები ვართ დროში, იმიტომ რომ ბილეთების გაკეთება გვინდა რომ დაიწყოს უკვე ორშაბათიდან, მაქსიმუმ სამშაბათიდან. შესაბამისად რაღაცნაირად იქნება მოვასწროთ, რომ ამ 4 დღის განმავლობაში, ამ 4 დღის პირველში გადავიღოთ ეს ვიდეოები. მე რეკლამა როდესაც დაიწყო, ან ხარ როდესაც დაიწყო, მეორე უკვე მომწონდა, მაგრამ ბოლოსკენ რო გავიდა, დასასრული არ მომეწონა, იმიტომ რომ დასკვნა ლოგიკური ჯაჭვი გამიწოდა და სანამ დამთავრდებოდა შუაში მივხვდი იყო, იმიტომ რომ ეს ცნობილი ფაქტია. და შეიძლება მაგან გარკვეულობა რომ იცოდი უკვე და არა იმიტომ რომ ვიდეო გაგხვედრა. ხო შეიძლება არც ეგ არ არის გამოიცა. მეორე უფრო რეალურ ცხოვრებას ასახავდა. ან რეალისტური იყო, აქ უფრო ანუ ეფექტები უფრო მეტი ჩანდა და ცხოვრებას ვერ ვართულობდი თვითონ გამიწევს ცხოვრება და ყველაფერი კომპიუტერში გააკეთეს. და იქიდან პირდაპირ ერთი ოთახი არის და ერთი. რა მეორე იწოს. უბრალოდ მეორეს აზრს ხომ კაფიოდ ვერ მივხვდი. მოხუცია და მარტო არა და მაგრამ მარტო არ აცნობს თავს იქ რა იქ უშუალო არ მე მეორე. შენ მეც მეორე სიმართლე გონ. მეც მეორე სიმართლე. სიმართლე მაინტერესებს. ხა როგორ ფიქრობთ რომლის გადაღებულია? მე მგონი თქვენი გადაღებული უნდა იყოს ფანკარზე. რომელი? ფანკარზე. არა. რა თქვენ შეცდით? ეს ორივე ჯგუფი ალბათ ძალიან კარგად იმუშავებდა ჩვენ იდეას და ჩვენ პროექტზე, თუმცა ამ შემთხვევაში შევარჩიეთ რომან როლანის გამონათქვამზე გადაღებული ვიდეო. მე ვთვლი რომ ძალიან ობიექტური იყო დამკვეთი, იმიტომ რომ კონკრეტულ რაღაცა ამოცანას გიორგი უფრო კარგად უპასუხა ვიდრე მე. ამ ადამიანმა იმის მიხედვით იფიქრა, რაც დავალება ქონდა და არა მაგალითად მე როს რაღაც ექსპერიმენტი ჩავატარე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ძალიან ვეც ჩვენ თავს არ დავსწრებთ. ბიჭო, არაფერი არ ჩავფლავდით, მე იმისთვის მოვედი, რომ რაღაცა ვისწავლო, რაღაცა ერთი გავაკეთეთ, ხო? მივხვდით ყველაფერს შეცდომებს, ხო? ის მეორე ხო უნდა გავაკეთოთ, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეორო. უიჭველი მეგონა რა თქმა უნდა, იმას აიჩვენე, რომ იყო მარგოსი უფრო ისეთი რაც გვაჩვენე. როგორი ტიპებიც იქნება. არა. რას უნდა შვებოდეთ? გეწყინათ რა? ბიჭო, არა. ხო, მაგრამ ორი არჩევანი იყო, ან ერთ საერთოდ და ან მიხვდნენ საცინოს გენიალურ კალთარაძეს და რავი, ხოლმე. მონდომებას ნაღდად ვერ დაგვიწუნებთ ჩვენ ჯგუფს რა. ჩემი ჯგუფიდან ვერც ერთ ბავშვზე ვერ იტყვი, რომ არ მოინდომა. ჩემი დანაშაული იყო, რაღაც ვერ შეიკრა ამბავი და ერთ-ერთი რაზეც ვარ მე გაბრაზებული, რომ რატო უნდა დაიჩაგროს სხვა ჩემ გამო არის სხვა ბავშვები, იმიტომ რომ ვერავინ ვერ ეტყვის, ვერც სალომეს, ვერც კრისტის, ვერც კნოპკას, რომ შენი ტიხარი არ ვარგო და ანუ შენი საქმე არ ვარგო და ბუნებრივია ჩემ გამო რომ რაღაცა იჩაგრებიან და რაღაც თვითონაც ისე იქნებიან. აუ მარგორას დაიფოხრებოდა. თქო ჩაულებია. დახვალ. ყველა გადაღებაზე GDS და ერთად. წავლენ გადაღებას, გაერთობიან. დაისვენებენ თავისთვის. ჩილაუთი ექნებათ ერთი კვირა სადღაც და კარგიც არის რაღაც თავს. დღეს შეიძლება დაიშაულო რა. და იტირებს, მაგრამ საყურებელი არ იქნება. თქვენ გვაძლევთ ტირილის საშუალებას ახლა, რომ დაგტოვეთ ესე. მე თქვენსკენ ვიყავი, ოღონდ მართლა ვიყავი. რამე აი, ცოტა მაინც მოგივიდა თავში არის. ეს ჯერაინიურია, კი. ხო, მე უფრო იმაზე ვფიქრობ, თავიდან საწყისი კონტირაცია. იმედს არ გაუცრუებთ, დავუდებთ კარგ პროდუქტს, გადავიღოთ კარგ რეკლამას, პიარს
ნახოთ რა იქნება. ისწავლე GDS-ის ავტორებისგან რეჟისორს ეს კონვერტი. თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ არჩეულ რეჟისორს აქვს უფლება შეცვალოს თავისი ჯგუფის წევრები მეორე ჯგუფის წევრები. ყველაზე გამოუცდელი იყო მანჩელო და მანჩელმა დავტოვოს. მე ესე ვფიქრობ. ქავთარაძე ინანებს თავის გადაწყვეტილებას. დაუბრუნდება ეს შეცდომა უკან. მე გამცვალეს რა. ობოლაძე გიხმობენ. თემი საქმე უკვე გაკეთებული მაქვს, ახლა ველოდები რეჟისორს და ხატულობს. ისტი! რა უნდა ვყამოთ? განუჩარს რატო არ იმჩნევ რაც ეცხლი და ამ ბიჭს რას უწუნებდნენ ვერ გავიგე. რომ ხო გადმოდივა არც გადმოდი. მინდა ის. რო გადაღებულია. მოკლედ ბავშვებო, ჩვენც მივიღეთ დავალება. რეალურად ის დამკვეთი ჩვენ ვიდეოსაც ნახავთ. ანუ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გიორგის დაუმტკიცოს, რომ შენ მე ყველა გამომაგდე. მარგო! აჩო წვიობ ცოტა კადრი. ავიდა სპიშკები უსასრულო. ამავიდა ბატონი ამიან. ო, კაია! გადაღებულია! არ დაიშალოთ! აუ, მარი, შენ წახვედი. მართლა არ წახვედი. არავინ არ ყავს რომ იქ გადმოს. როგორ გადაიწყე? მაშინ უთხარი პროდიუსერს ლოგიკას ახალწლებში.